იმაზე, რა ფორმით და როგორ გვეუბნება მონაწილეობა შუალედურ არჩევნებზე, რომელიც გასაგები არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, გენერალური რეპეტიცია არის მომავალი საპარლამენტო არჩევნების. ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად, ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ გროუვსი. გაერთიანებული ოპოზიციის და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, იმიტომ რომ თავიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა გაერთიანებული ოპოზიციის მანდატი ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში როგორც კანდიდატი. რაც შეეხება დანარჩენ შუალედურ არჩევნებს, ჩვენ ყველგან ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ რა ფორმით და როგორ, ამაზე მსჯელობა გრძელდება და დიდი ალბათობით ყრილობის შემდეგ უკვე დანარჩენ შუალედურ არჩევნებს მოგახსენებთ ჩვენ აზრს და ჩვენ გეგმებს. და ქალბატონ სანდრას რაც შეეხება, მინდა გაგახსენოთ, რომ მან ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ მან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაში, ვითომენიც რომ პარლამენტის მაშინდელი კონფიგურაცია და ეს შედეგები, რომელიც ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ დახატა, საერთოდ არ ემთხვეოდა ამორჩევის განწყობილებას და ამორჩევის გადაწყვეტილებას. ასე რომ ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. განსაკუთრებით კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც უყვარს. რა წინააღმდეგობებს ეუბნებით, თუნდაც იმის გასაოცნებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი გახარიას ჰქონდა, ასე ვთქვათ, ჩაბარებული სწორედ სამეგრელო, ამ შემთხვევაში რა იქნება თქვენი კონკრეტული სტრატეგია? სამეგრელოში თქვენ იცით, სულ რამდენიმე ასეული ხმით მოვიგეს, მას შემდეგ, რაც ჩართეს მოსყიდვა, სპეცსამსახურები, კრიმინალები, რისი პრეცედენტი საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ჩვენ არ გვქონია, დაშინება, სოციალური დახმარების მოხსნის მუქარა, ყველაფერი ეს იქნება. არც გამოვიწყოთ ფიზიკურ პროვოკაციებს, ზუსტად ისეთივეს, როგორც მაშინ მოაწყვეს სპორტსხელში და უკაცრავად ის უბანი არ მახსოვს, რომელიც დაარბიეს, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაც არაჩვეულებრივი პროპორციული შედარებით მოიგო ქალბატონმა სანდრამ. არაფერი გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციას საქართველოში მტერი არ აქვს. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებისთვის ყველა, ვინც ამ ქვეყნის დაბრუნებას ცდილობს ნორმალური განვითარების და გზაზე, რომელიც ცდილობს ფარცხალაძის და სუბელიანის სარდაფების ჩანაცვლებას ისევ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ის ხალხი, ვინც ცდილობს, რომ ბიუჯეტის ხარჯვა შევწყვიტოთ, როგორც თვალმა მეზღვაურებმა და ეს თანხები, რომელიც იფლანგება ქართული ოცნების წევრებზე და მათ მხარდაჭერებზე, ისევ დაუბრუნოთ საქართველოს მოქალაქეებს, აი ჩვენ მართლა აღვიქვავენ როგორც მტრებს. Fox News-ის სტატიაზე უნდა გითხრათ, რომელიც გაავრცელა ის მოპოვებულ მის იმეილებზე დაყრდნობით გაავრცელა და ნათქვამია იმაში, რომ ამ იმეილებზე დაყრდნობით ამბობს Fox News-ი, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოვიდა პრორუსული პლატფორმი და რუსული ძალის ჩარევითო. ეს არ აკრიტიკებდა პუტინს მაშინ იმ შემთხვევაში. და კიდე ის მომენტი, რომ სავარაუდოდ არსებობდა რაც შუამავალი ჰილარი კლინტონთან, თუმცა არ შეხვდა ივანიშვილი, თუ ეს არ იქნებოდა პირისპირ შეხვედრა. ეს სტატია მეც წავიკითხე, ალბათ ისე როგორც ყველა ამ პრესამდანობაში მყოფმა და ჩემი პასუხი იქნება შემდეგი. სანამ ჩვენ არ ვნახავთ ამ ელექტრონულ შეტყობინებებს და სანამ შეერთებული შტატების კანონმდებლობა არ ეთქვის თავის სიტყვას, ჩვენი მხრიდან რაიმე კომენტარების გაკეთება სრულიად უადგილოდ გვეჩვენება. მაგრამ სტატიაში შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზი არის დასმული, რაც შეეხება ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს. როდესაც და ეს ციტატა არის ნათქვამი პუტინთან დაახლოებული საქართველოში მცხოვრები ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რუსული მანდატით მიდიოდა ხელისუფლებაში და მიუხედავად 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ გაჩაგებული ომისა, ერთი სიტყვა კრიტიკის არ დაცდენია რუსეთის ფედერაციის ან პუტინის მიმართ. აი ეს შესანიშნავი სამედიცინო დიაგნოზია და ძალიან კარგად ასახავს ამერიკული საზოგადოების, ამერიკული მასმედიის და პოლიტიკური ისტაბილიზმის ძალიან დიდი ნაწილის მოსაზრებას იმაზე, რა ტიპის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვყავს საქართველოში. როგორც იცით, ნიკა მედიაც განიხილდებოდა ერთ-ერთ კანდიდატად ქალბატონ სანდრასთან ერთად და დღეს ის აქ არ არის და გულისწყობის მომენტი ხო არ ქონია? არა, ნიკა ბატონი ნიკა ახლა პარლამენტში იმყოფება და თქვენ ხედავთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სრული შემადგენლობით არ არის, იმიტომ რომ ერთ ადგილას პანელი არის პარლამენტის
დომამიტის და უამრავი შეხვედრა აქვს დანიშნული. იმაზე არ ვლაპარაკობ, რომ პირობა მზადდება და ამას დიდი ძალისხმევა ჭირდება. რაც შეეხება კანდიდატებს, დასახელებულების გარდა სხვა კანდიდატებიც ყავდა, ისევე როგორც სხვა შუალედურ არჩევნებს. და მე სიმართლეს გულწრფელად გეუბნებით. მე თავიდანვე მეჩვენებოდა, რომ პარტიის ლიდერის ჩაკეტვა უნიშნულოვანესი მიმართულებით, მაგრამ მაინც ერთი მიმართულებით არ მეჩვენებოდა სწორად. აი ეს პალიატივი მოინახა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ალბათ სანდრო დავინახეთ. ძალიან მადლობა. ძალიან მიხარია რომ აქტიანები ოპოზიციის 12 პარტია ის არის აქტია ამ გერბზე 12 ვარ რომ შეძლებდა გადაკეთების ფული არ გვაქვს სანდრა. და რომ მათი მანდატი მექნება ეს ბევრად უფრო მარტო ერთი თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს ხელოვნებაზე კანდიდატურა დასწრება ელეკატის მიერ და მე ეს ვიჩი გადამალსაცხოვრებლად შეიძლება ჯერ სახში ვერ ვიყიდო თუ ივანიშვილი წაგვექნეს, მაგრამ მე როცა ისწავლა თავისუფლად სახსაც ვიხდი და ზუსტად ჩემი საცხოვრებელი ქალაქი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, როგორც 2016-ში ზუგდიდში ყოველდღიური მხარდაჭერა მექნება და როგორც არასდროს ვარ ძალიან მონდომებული რომ მოვიპოვოთ სოფლების და ქალაქის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე მართლა უკვე ახმასრულებელ გოლში დაიწყო ზრუნვა და იქნება ასეთი პატარა პატრიოტული კუნძული საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მიიღოთ. თქვით რომ აპირებთ გადასვლას, თუმცა იქ კონკრეტულად სტრატეგიაზე რომ ვისაუბროთ, ეს როგორც ვიცით, სწორედ ამაზე გქონდა შეხვედრა. აი რა კონკრეტული სტრატეგია იქნება გაიგონებულ ოპოზიციას იმისთვის, რომ თქვენ ჯერ ნატრევია საუბარი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ვერ გაიმარჯვებთ არჩევნებში, შეიძლება რომ აი აქციების ფორმა მსგავსი მიიღოს. მე ასეთ შანსს არ გამოვიცვალ. მე ასეთი მზადყოფნა არასდროს არ მიგზნია. მე ვგრძნობ, რომ მართლა საქართველოს გადარჩენის დროა და რომ დაიწყოს ეს უძიდი და ძალიან კარგი იქნება და მე ამისთვის ვამზადო. ამისთვის დიდი როლი შევასრულო აი ამ ძალიან დიდი გაერთიანებასთან ერთად. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევა ჩემთან. პროგრამებს რაც შეეხება ყრილობის მერე